Hey, buddy. Hey, look at you, buddy. Oh. Okay, Hidi. Tadi guy kes sanam shekjamesh meni. Აი ესე დადიანეს ხოკერები და ჭყლეტავენ მერე მანქანები გონიათ რომ კაი საქმეს აკეთებენ რა თავი გონიათ მერე სამამულო ომის გმირები რომ გველი მოუკალი რა გველი მე რაღაცა დრაკონი დაამარცხეს რა წყალი არსებები დადიან თავისთვის რასერჩი შვილო რა დაგიშავა ასეთი ჯერო შხამიანიც რო იყოს ხო მაშინაც თავისი ისა ხო იმას სახში თუ არ შემოგივარდა ახლა რაღაც შუა უდაბნოში დაასერჩი რა მით უმეტეს ახლა ხოკერა რატო უნდა მოკლა ყოველად უწყინარი არის და მწერებს ანადგურებს მავნე მწერებს ყველა გველი სასარგებლოა სხვათა შორის ეს უნდა ვიცოდეთ მეგობრებო რომ ყველა გველი აბსოლუტურად დიურზა იქნება თუ ყველაზე შხამე სამეფო კობრაც კი ძალიან სასარგებლოა იმიტომ რომ ბალანსი ჭერს და სხვა შხამიან გველებს ჭამს და სხვათა შორის სამეფო კობრა ძალიან იშვიათ შემთხვევებში ikbiნება და თუ ikbiნება მაშინაც ცდილობს რომ შხამი არ შეუშვას, იმიტომ რომ შხამი მისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. უკიდურეს შემთხვევაში უშვებს შხამს, როცა უკვე აი სასიკვდილო საფრთხის წინაშე არის, მაშინ უშვებს შხამს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამეფო კობრა იქნება თუ შავი მამბა უფრო სახიფათოა მეგონა. მაქრე უფრო აგრესიულია. მოკლედ რას მოვაყოლეთ რა, რო არ იცი რატო ჭყლიტავ ახლა ზაში ყრია ხოლმე ერე გაჭყლეტილი საწყალი ხოკერები. აგერ დავით გარეჯელის ისტორია რა ვიცი ახლა რამდენისთვის მომიყოლია და არის ესეთი მომენტი რომ გველეშაპი რომელმაც ირმები შეჭამა ანუ ზარალი მიაყენა საშინელი ზარალი იმის გადარჩენასაც კი ცდილობდა რომ ანგელოზს არ მოეკლა თუმცა ეს ისტორია ისე მთავრდება რომ ანგელოზი მაინც კლავს გველეშაპს ანუ ვარანი თუ კომოდუს დრაკონი იყოს ავარაუდოთ ზუსტად არავინ არ იცი რაღაცა დიდი ზომის ხეცი იყო ხეცი რომელმაც უდიდესი ზარალი მიაყენა შუა უდაბნოში ერთადერთი კვების წყარო რომლებიც იყვნენ ირმები ვიცით ირმები იმსხვერპლა და მაინც გადარჩენას ცდილობდა და შედალო ცვილო შენ აი ეხა ტრიალ უდაბნოში რაღაცა გველი ვიხოხავს თავისთვის დაანებე თავი რა შეეშვი რა ვარ შეიძლება ესეთი რაღაც მანიაკი იყო რა რომ მეშინიაო და თუ გეშინია მით უმეტეს გაანებე თავი კაცო რა მასე შეიძლება ადამიანის გეშინოდეს მაგრამ უნდა მოკლავენ